მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენა დაქვეითებული, მინდა რომ მიგანიშნო, რომ სმენის აპარატი მიკეთია. გრამატიკა ნენელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. დღეს ვნახე სიზმარი, 25 თებერვალი 2025 წელი. ნახატი დავხატე ფურცელი მინიშნებით, რომ რას უგულისხმობდი, რას ვსაუბრობდი და ასე შემდეგ. და ამიტომ ამას მოგვიანებით გაჩვენებ ნახატი, სანამ სიზმარის საუბარის მსჯელობას დავიწყებ და შემდეგ გაჩვენებ ნახატი, თუ რა ვიგულისხმე, რა განვმარტე და ასე შემდეგ რა. მოკლედ, სიზმარი ვნახე და ეს არის სერიოზული ამბავია და ეს სერიოზული ინფორმაცია უნდა გადმოგცეთ. მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო უნდა გაიგოთ, რომ იმისთვის რომ დაიცვა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ საქართველო და სხვა ქვეყნების და ასე შემდეგ. თავარია ქვეყნის დაცვა რა და ამას ვგულისხმობ, რასაც ვმჯელობდი. რომ დავიცვა ჩვენი საქართველო და დაიცვას თავისი ქვეყნის ის, რასაც ხდება ამ ადამიანების ბოროტების გამოყენება. ამიტომ ახლა დავიწყებ სიზმარი, რა ვნახე. და ვესტები სწორად განმარტოთ, ისე რომ თქვენ გაიგოთ, რასა ვხსნი. ესე იგი, დასაწყისი ვნახე სიზმარი. სადღაც მოგზაურობდი და ვხედავ ხედი ტყეებია, ხეებია, სავსების. ნაძვის ხეებია, სავსები ტყეა რა. და ასე მოგზაურობდი. ხო და ფანჯარიდან ვუყურებდი, ვხედავ ერთი მამაკაცი. ჩვეულებრივი ადამიანი. უბოროტოა რა, ერთი ადამიანი. ეს ადამიანი მანიშნებდა, ხელში ქონდა ბალახი გამხმარი. ყავისფერი ბალახებია, ანუ გამხმარია. ხელში ქონდა და მეორე ხელი კიდე საჩვენებელი თითი მანიშნებდა. რომ ისა ტყე შეხედეთქო რა. და ეს ადამიანი გვამხილა, რომ რა ხდებოდა სინამდვილეში ტყეში მდგომარეობა რა. ანუ ეს მანიშნებდა. ხო და ეს როგორც ვნახე მამაკაცი, რასაც გვანიშნებდა, შემდეგი გავაგზელე მგზავრობა გზაში. და ვხედავდი ტყეში ვხედავდი ხეები, იმაში რა ქვია, ცეცხლი წაკიდებული. თეთრი კვამლი. თითქოს ახალი დაწყებული დაიწვა ცეცხლი რა, ტყეში. თეთრი კვამლი. ისე როგორც ნენელა მოდის ხოლმე ზემოდან რომ კვამლი მოდის თეთრები რა. შემდეგი გზას გავიარე და ხედავ ადამიანები. დაახლოებით 10 ადამიანის მეტი იქნებოდა დაახლოებით. ეს ადამიანები ყველა ბიჭები იყვნენ, ახალგაზრდები იყვნენ. და ეს ადამიანები რას აკეთებენ? ეს ადამიანები იყვნენ ბოროტები, რომელიც ტყეში ანადგურებდა ცეცხლით წაკიდება რა. ახლა გეტყვი რა გააკეთა ისინი. ესე იგი, ნაძვის ხე იყო. ხო, აი ახლა გაჩვენებს ნახატი. მოდი ჯერ თავიდან მთლიანად გაჩვენებთ გამოსახულება და შემდეგი დავიწყებ მსჯელობას. კარგი. ახლა ეს არის ნაძვის ხე რა. და ეს ბოროტი ადამიანები, რამოდენიმე კაცები რა, ნაბიჯი რასაც საქმეს აკეთებენ რა. და ეს ადამიანი მოაგროვა ხის ტოტები.
ანუ აგროვებ და დაბლა რას დაყრილი აქვს. ანუ რას დაყრილი არის ხის ტოტები, ხმელი, ასე ვთქვათ. და აგროვებდა რა. და დაალაგა ისა ნაძვის ხესთან სადაც სვეტი რა. და ისა ტოტები მოაგროვე და ისე დაყარა რა ამ ადგილაზე. ოღონ წრეზე ბევრი ტოტები ჩაყარა. ისე როგორ თქვა დაბმული მოაბა რა ისე რომ ადაიშალო ტოტები ისე კარგად მოაბა რა მთელი წრეზე იყო და მთელი ტოტები იყო ჩაყრილი ამაში სადაც ნაძვის ხეთან აი ისე ხო და ზუსტად რასაც ეხლა აკეთებ იგივენაირად აკეთებენ ბიჭები რა სხვადასხვა ადგილები ნაძვის ხეს სადაც ამონტაჟებენ ხის ტოტები როგორც წეღან თქვი ესე და შემდეგ რას აკეთებენ შემდეგ ცეცხლით წაუკიდებს და ასე ანადგურებენ და ეს რომ დავინახე იმდენი ადამიანები იყვნენ ახალგაზრდები 10 კაცის დაახლოებით 10 კაცი იყვნენ დაახლოებით ხო სხვათაშვილი კიდე იმაში ხონდა ზურგ ჩანთა რაღაც შესანახი რაღაცა რას ნივთიერების საჭიროები აი მაგალითად დასაზინებელი საკვები და რაღაცას რასაც ინახავ ჩანთები ისეთი ჩანთა ქონდა რაღაცა და მე ის ვნახე რომ ხამაზე ქონდა ჩამოყიდებული ბარი მიწის ამოსათხრელი ბარი პატარა ძალიან ისეთი პატარა ხამართან არის ჩამოყიდებული და ზურგი ჩანთა ქონდა რაღაც დიდი ფორმით არის რასაც დაეტევოდა რაღაცას შესანახი რა აი ესენი ყველა იყო ეს ადამიანები 10 ადამიანები მაგ დაახლოებით და რას წეღან ვიმჯელე აკეთებენ ამ რაღაცებზე რასაც ცეცხლის ტყეში რასაც ტყეში ანადგურებს ცეცხლი წაკიდება რა ხო და ეს ადამიანები რომ ნახე აი როგორც გზაში მივდიოდი და ხედს რო ვუყურებთ რა რას აკეთებენ ის ადამიანები აკეთებდა ტოტები მოაგროვა ნაძვის ხეს მოაბა და ცეცხლი წაკიდებას ცდილობენ რო დავინახე შოკში ვიყავი ისინი რას აკეთებენ მეთქი და რამდენი იყვნენ შეტარმოიდგენ ახალგაზრდები აი სუფთა სახე ახალგაზრდა რა ვიცი ისეთი თან როგორ არის ზოგი ქართველია ზოგი უცხოა ვერც გააჩვევ ვინ არიან საიდან არის ეს წამოსულები და ვერ აღწერებ ვინა ქართველია თუ უცხოა ამას მნიშვნელობა აქვს მოკლედ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ ხო და რას გზაზე მივდიოდი და ხედავდი ფანჯარა ახალგაზრდა ბიჭები რასაც აკეთებენ ისეთი გინება მქონდა რომ ეს ბიჭები რა შვებიან რომ აი ჰებს აკეთებდა როგორ ანადგურებს ისა ტყეში ცეცხლი წაკიდება რა ისეთი გაბრაზებული ვიყავი რომ ვუყურებდი რას ხდებოდა ესა რა მეთქი მანქანა გაჩერდეს და გადმოვსულიყავი რომ გავაგდო ესენი ახალგაზრდები რომ არ გაანადგურო ტყეში ცეცხლი წაკიდება რა საიდანაც გზავრობდი და მანქანა გააჩერა სადაც ახალგაზრდები ბოლომდე თავდებოდა აი როგორ თქვა აი საიდანაც თავდებოდა ცენტრში ამდენი ბიჭები რა და ბოლო იქიდან გავჩერდი რა თითქოს არ გაქცეულიყო ესენი ახალგაზრდები ამბოროტი ახალგაზრდები ხო და მანქანიდან რომ გამოვდიოდი და ვიგინებოდი რას აკეთებ წადიო ისაო
მოშოდი აქედან რომ არ გაანადგურო ისა ტყეში ცეცხლი წაკიდება რა ეს მქონდა ეს რასიზმაში ნახე და ეგეთი აბა წამოიგინე რა შვებიან ესენი ხო და ეს ახალგაზრდა შეშინდა ბოროტი ადამიანები ესენი ახალგაზრდა შეშინდა და ოღონ ის როგორი იყო იცი რაღაცა დამალვად ვეღარ მოახერხე თუ როგორ არ ვიცი აი როგორი მომენტია იცი აი რო გამოვიჭირე ესენი ახალგაზრდა ბიჭები რასაც აკეთებენ გამოვიჭირეთ რა აი შეშინდა ესენი ხალხი რა ახალგაზრდა ბიჭები ხო და რაღაცნაირად ისე დაიწყო მოქმედება ჩვენს დაგვემუქროს აი ასე იყო და ასე დამთავრდა სიზმარი ესე იგი რა სიზმარი ვნახე აი შოკის მომგრელი რასაც ხდებოდა ერთ დღეში განადგურება წარმოუდგენელი იყო და რას ვიმსჯელე ეს ჩემთვის ემოცია როცა ვიხილე ეს რა ხდებოდა ისინი რასაც აკეთებენ ანუ ეს სიზმარს გიყვები ამაზე რა და ძალიან უცნაური და აი შოკის მომგრელი მოკლედ მე მგონი გასაგებად განვარტეთ რას ვნახე სიზმარი და ეს იყო ეს სერიოზული რაღაცები ხდება ეს ხო ეხლა დავამთავრე რას ეს განვარტეთ ეხლა რატო ანადგურებდა ტყეში ცეცხლი წაკიდება ჩემი აზრით აი როგორ ვთქვა უფროსი დავალებას აძლევს ახალგაზრდები იმისთვის რომ გაანადგურო ტყეში ცეცხლი წაკიდება და ეს ახალგაზრდები ადამიანები ასრულებს დავალება და რა თქმა უნდა ეს ფულის გაკეთებაა მაგრამ ვინ აკეთებს ის დიდი უფროსი რომელიც დავალება მიცავს ახალგაზრდა რომ შეასრულო და გაანადგურო ტყეში ცეცხლი წაკიდება ეს არ ვიცი და ამიტომ ქართველებო ყურადღებით იყავი თუ სადმე ტყეში შენიშნე ცეცხლი გაჩენილი თეთრი კვამლი ან რაღაცა აუცილებლად მიმართეთ 112 პოლიცია რომ ტყეში ცეცხლი არ განადგურდეს საერთოდ რომ არ განადგურდეს ტყეში რა ხო მეტი განმარტებით ეხლა რომ მინდა რაღაცა მსჯელობა იყავი ყურადღები დააკვირდით ის რასაც აკეთებენ დროულად იმუშავეს რომ შეასჩეროს ეს ბოროტები მოკლედ ქართველებო ყურადღებით იყავით თუ შენიშნე სადმე ტყეში ცეცხლი წაკიდება დროულად მიმართე 112 დარეკვა და რა თქმა უნდა იმასაც ვურჩევდი არ ვიცი ქართველებს ვისაც აი მაგალითად პოლიციელები მეხანძრეები ჯარისკაცები და ასე შემდეგ აი ამ ყველაფერში მიუმართოთ რომ კონდეთ წინასწარი გეგმით გაანკონტროლოთ იქ რა ხდება ტყეში რომ უცებ არ წაიკიდო მთელი ცეცხლის განადგურება და ასე შემდეგ კონდეს განალიზება განკონტროლება არ ვიცი იყავი ყურადღები და სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა ხო ეს მართლა სერიოზული სიზმარი იყო
და როგორ ემოცია მქონდა ესები ხდებოდა. და ეხლა ამას იმიტომ ჩავიწერე ვიდეო, რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ და შეაჩეროთ ეს ბოროტი მოქმედი, ვის ამას ანადგურებდა ტყეში. ამის თქმა მინდოდა. ამიტომ იმ ბოროტი მოქმედებს ხელი შეუშალოთ, რომ არ იმოქმედოს ამ ტყეში განადგურება. ვიყოთ ყურადღებიანი, დააკვირდით რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. მშვიდობა იყოს საქართველოს, მშვიდობა იყოს სოფლიოში, იყოს საქართველოს დაცვა, იყოს სოფლიოში დაცვა. რა ვიცი, სულ ეს მინდოდა მეთქვა და მადლობა ყურადღებისთვის და იყავი ყურადღებით.